ერთხელ ერთმა ბოროტმა გობლინმა უცნაური ჯადოსნური სარკე შექმნა. ეს სარკე ლამას არაფერს აჩვენებდა. მასში მხოლოდ სიმახინჯე და ბოროტება ჩანდა. თუ მასში ჩაიხედავდი, კეთილი სახე ბოროტად იცვლებოდა, ხოლო ლამაზი პეიზაჟი მოხარშულ ისპანახს გავდა. ერთ დღესაც სარკე გადყდა. ის მილიონობით პაწაწინა ნამსხვრევად დაიმსხვრა. ეს ნამსხვრევები მთელ მსოფლიოში გაიფანტა. თუ სარკის ნამსხვრევი ვინმეს თვალში მოხვდებოდა, ის ყველაფერში მხოლოდ ცუდს დაინახავდა. ეს ამბავი მოგვითხრობს ორ ბავშვსა და იმ სარკის ნამსხვრევებზე. ერთ დიდ ქალაქში გვერდიგვერდ ორი ბავშვი ცხოვრობდა. მათი სახლები ისე ახლოს იყო, რომ სახურავები ერთმანეთს ეხებოდა. ბიჭს კაი ერქვა, გოგოს კი გერდა. ისინი დაძმა არ იყვნენ, მაგრამ ერთმანეთი დაძმასავით უყვარდათ. სახლებს შორის პატარა ბაღი ჰქონდათ, ხის ყუთებში კი ვარდებს ზრდიდნენ. შეხედე, კაი, ვარდები აყვავდა. ნახე რა წითელი და ლამაზია. მართლაც ლამაზია, გერდა. მოდი დავსხდეთ და ჩვენი საყვარელი სიმღერა ვიმღეროთ. მათ ხელი ჩაკიდეს ერთმანეთს და მღეროდნენ. ისინი ბედნიერები იყვნენ. ზაფხული თბილი იყო, სამყარო კი კეთილი, მაგრამ შემდეგ ზამთარი დადგა და გარეთ აცივდა. ერთ დღეს, როცა ისინი ბუხრის გვერდით ისხდნენ და წიგნს ათვალიერებდნენ, კაიმ უცებ იყვირა. ვაიმე, რაღაცამ გულში მიჩხვლიდა. ახლა კი თვალში რაღაც ჩამივარდა. მოდი ვნახავ რა ჩაგივარდა. გერდამ თვალში ჩახედა, მაგრამ ვერაფერი დაინახა. კაის თვალში ჯადოსნური სარკის პატარა ნამსხვრევი იყო. ის ბიჭს თვალსა და გულში ჩაუვარდა, რამაც კაის გაბოროტება გამოიწვია. ხელი გამიშვი, უკვე აღარაფერია. რატომ ტირი? როცა ტირი, მახინჯი ხარ. შეხედე ამ ვარდს, რამ რუდეა დაუშნო. კაიმ ყვავილების ხუთს ფეხი ჰკრა და სახლში გავარდა. იმ დღიდან კაი შეიცვალა. მისი გული ყინულად იქცა. ყველას ცუდად ექცეოდა. ერთ თორლიან დღეს კაიმ თავისი ციგა აიღო და ქალაქის მოედანზე გავიდა, სადაც სხვა ბავშვებთან ერთად სრიალებდა. უცებ დიდი, ლამაზი თეთრი მარხილი გამოჩნდა. მას თეთრი ცხენები მოაჭენებდნენ. მეეტლე მაღალი და ფერმკრთალი ქალი იყო. თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი. კაი ჩუმად მიიპარა მარხილთან და ხუმრობით თავისი პატარა ციგა დიდ მარხილს გამოაბა. მაგრამ დიდი მარხილი სულ უფრო და უფრო სწრაფად მიქროდა. კაის სისწრაფი შეეშინდა და ყვირილი დაიწყო, რომ მარხილი გაეჩერებინა. თუმცა მარხილი არ აპირებდა გაჩერებას. ისინი ქალაქის კარიბჭეს გასცდნენ. მათ გარშემო თოვლის ქარბუქი ტრიალებდა. ცოტა ხნის შემდეგ ყინულის დედოფალი მობრუნდა. კაის შეხედა და გაუღიმა. გცივა, პატარა ბიჭო, მოდი ჩემს ქურქში შემოძვერი. ასე უკეთესია? მან ბიჭი თავის ქურქში გაახვია. კაის ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თოვლის გროვაში იძირებოდა. დედოფალმა მას შუბლზე აკოცა. მისი კოცნა ყინულზე ცივი იყო. ბიჭს სიცივე აღარ აწუხებდა. მას ყველაფერი დაავიწყდა, მათ შორის მისი საუკეთესო მეგობარი გრედაც. ისინი შავი ღრუბლებისკენ ჩრდილოეთის მიმართულებით გაფრინდნენ. სახლში კი გერდა ტიროდა, რადგან კაი უკან აღარ დაბრუნებულა. გაზაფხული დადგა. გერდამ წითელი ფეხსაცმელი ჩაიცვა და მდინარისკენ წავიდა. მდინარეო, გთხოვ მითხარი, შენ წაიყვანე ჩემი მეგობარი? ამ წითელ ფეხსაცმელს მოგცემ, თუ მეტყვი სად არის კაი.
გოგონა ნავში ჩაჯდა, დინარემ კი მისი ნავი შორს წაიღო. ბოლოს ის მიადგა ერთ ლამაზ ბაღს და პატარა სახლს ლურჯი ფანჯრებით. იქ ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა. ის კეთილი ჯადოქარი იყო. საწყალი პატარა ბავშვი. მოდი, შემოდი. მოხუცმა ქალმა გერდას თმა დავარცხნა. ვარცხნისას კი გერდას თავისი მეგობარი კაი დაავიწყდა. ის რამდენიმე დღე ჯადოსნურ ბაღში დარჩა, სადაც მუდმივი ზაფხული იყო. მაგრამ ერთ დღეს გერდამ მოხუცი ქალის ხუდზე დახატული წითელი ვარდი დაინახა. მას სახლში დატოვებული ვარდები გაახსენდა, რომელსაც კაისთან ერთად უვლიდა ხოლმე. გერდა მაშინვე გაიქცა, ჭიშკარი გააღო, გარეთ კი ცივი ზამთარი დახვდა. გერდას გარეთ ძალიან სციოდა, თუმცა მას მისი საუკეთესო მეგობარი უნდა ეპოვა, ამიტომ გზას განაგრძობდა. ცოტა ხნის შემდეგ გერდას გზაში მოლაპარაკე ყვავი შეხვდა, რომელმაც უთხრა: მე ვნახე ერთი ბიჭი. ის პრინცესასთან იყო. ძალიან ჭკვიანი და სიმპათიური ჩანდა. ეს კაი იქნება. გთხოვ, მასთან მიმიყვანე. ყვავი და გერდა დიდ სასახლესთან მივიდნენ. ისინი შიგნით ღამით შეიპარნენ. გერდა საძინებელში შევიდა, სადაც პრინცს და პრინცესას ეძინათ. მან საძინებელში პრინცი იპოვა, რომელიც კაის ძალიან გავდა. თუმცა ეს კაი არ იყო. გერდა ძალიან დამწუხრდა და ტირილი დაიწყო. პრინცმა და პრინცესამ გაიღვიძეს. ისინი ძალიან კეთილები იყვნენ. მათ გერდას თბილი ტანსაცმელი და ოქროს ეტლი აჩუქეს სამოგზაუროდ. გმადლობთ. ახლა კი მე მას აუცილებლად ვიპოვი. ეტლი ვარსკვლავივით კაშკაშებდა, როგორც ოქროს შუქურა, რომელიც ზედმეტად ნათელი იყო ბნელი დღისთვის. ტყეში გერდას ეტლს ყაჩაღები დაესხნენ, თავს და ალყაში მოაქციეს. მათ ეტლის გაძარცვა უნდოდათ. უცებ ერთი პატარა ყაჩაღი გოგონა გადმოხდა, რომელმაც სხვა დანარჩენი ყაჩაღები შეაჩერა. გაჩერდით, ის ჩემია. მან ჩემთან უნდა ითამაშოს. მან გერდას ხელი მოჰკიდა და ყაჩაღების ციხე-სიმაგრეში წაიყვანა. იქვე გვერდით დიდი ჩრდილოეთის ირემი იყო დაბმული. მომიყევი შენი ამბავი, პატარა პრინცესა. გერდა მას კაის შესახებ უამბო. იქვე მტრედები ღუღუნებდნენ და გულდასმით უსმენდნენ გერდას. ჩვენ ნახეთ თოვლის დედოფალი, მას მარხილზე პატარა ბიჭი ეჯდა. ისინი ლაპლანდიისკენ წავიდნენ. ლაპლანდია? მე ვიცი ლაპლანდია. ეს საუკეთესო ადგილია მსოფლიოში. მინდა რომ ჩემთან დაგიტოვო, მაგრამ ხედავ როგორ გიყვარს. კაი, წადი და მოძებნე ის. გაიქეცი ირემო, წაიყვანე ეს გოგო თოვლის დედოფლის სასახლეში. მადლობა, ყაჩაღო გოგონა. ისინი სწრაფად გარბოდნენ ჩრდილოეთის ციალის ქვეშ. ბოლოს პატარა ქოხთან გაჩერდნენ. იქ ლაპლანდიელი ქალი ცხოვრობდა. თქვენ ფინელ ქალთან უნდა წახვიდეთ. მან იცის დედოფლის საიდუმლოებები. ირემი ისევ გაიქცა და 1000-ობით კილომეტრი გაირბინა. მათ ფინელი ქალის სახლი იპოვეს, სადაც ძალიან ციოდა. გთხოვ, მიეცი გერდას ჯადოსნური სასმელი, მიეცი 12 კაცის ძალა. 12 კაცის ძალა? ეს მას ვერ უშველის. შეხედე მას ყველა ემსახურება. მისი ძალა მის გულშია. ის უცოდველი ბავშვია, მხოლოდ ამ ჯადოსნობას შეუძლია ყინულის დადნობა. წადი და დატოვე ის წითელი კენკრის ბუჩქთან. დანარჩენს თვითონ მიაგნებს. ირემმა გერდა თოლში დატოვა, სადაც ის მარტო დარჩა. გერდა სასახლისკენ დაიძრა, თუმცა გზაში ფიფქები ურჩხულებად გადაიქცნენ. გერდას არ შეეშინდა, მაშინვე ლოცვა დაიწყო. მისი სუნთქვა პატარა ანგელოზებად იქცა.
რომლებიც გერდას ეხმარებოდნენ და ურჩხულებს ებრძოდნენ. ბოლოს გერდა მშვიდობიანად შევიდა სასახლეში. შიგნით სიცარიელე იყო და ძალიან ციოდა. ყველაფერი ყინულისგან იყო გაკეთებული. შუაგულში კი ბიჭი იჯდა. ის კაი იყო. მას ძალიან სციოდა და სიცივისგან გალურჯებული იყო. ის ყინულით თამაშობდა. ცდილობდა სიტყვა მარადისობა აეწყო. კაი, პატარა კაი, მე შენ გიპოვე. გერდას ძალიან გაუხარდა და მან ბიჭს ხელები მოხვია. მაგრამ კაი უძრავად იჯდა. გერდამ ტირილი დაიწყო. მისი ცხელი ცრემლები კი ბიჭს მკერდზე დაეცა. ცხელმა ცრემლებმა მის გულში ყინულის ნატეხი გაადნო. კაიმ შეხედა გერდას. მან რაღაც იგრძნო და ბოლოს ყველაფერი გაახსენდა. ის გოგონას მოეხვია. ისინი ისეთი ბედნიერები იყვნენ, რომ ყინულის ნატეხებიც კი აცეკვდნენ. როდესაც ყინულის ნატეხები დალაგდა, გამოჩნდა სიტყვა მარადისობა. კაი თავისუფალი იყო. ისინი ყინულის სასახლიდან გამოვიდნენ. მაშინვე სამხრეთისკენ წავიდნენ, რათა თავის სახლებში დაბრუნებულიყვნენ. ცოტა ხნის შემდეგ თოვლი გაქრა. ისინი დიდ ქალაქში ჩავიდნენ, სადაც ეკლესიის ზარები რეკავდნენ. მათ მაშინვე აირბინეს კიბეებზე და სახლში შევიდნენ. ყველაფერი ძველ ადგილას იყო, მაგრამ რაღაც უცნაური ჩანდა. ისინი გაიზარდნენ. ისინი აღარ იყვნენ ბავშვები. ისინი თავიანთ პატარა სკამებზე დასთქნენ, სადაც ვარდები ისევ წითლად ყვაოდა. გერდა და კაი ისევ საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მთელ დროს ერთად ატარებდნენ.